საბაზისო პროდუქტებზე ფასების შედარება ერთ სივრცეში პლატფორმა კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს საოჯახო კალათის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა, სადაც ძირითად 15-მდე დასახელების საბაზისო სასურსათო პროდუქტი განთავსდება. როდის ამოქმედდება, რას შეცვლის მომხმარებლებისთვის და ბაზრისთვის კონკურენციის სააგენტოს ახალი პლატფორმა, ასევე შეძლებს თუ არა სისტემა ფასების გამჭვირვალობის გაზრდას და კონკურენციის გაძლიერებას FMCG-ის სექტორში. თემის დეტალებით ჩვენ სტუმართან კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძესთან ერთად ვაგრძელებთ საუბარს. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. პირველ რიგში ვისაუბროთ, რა გახდა საოჯახო კალათის პროგრამის შექმნის მთავარი მიზანი, რა არის არსი, რომელია ის 15 პროდუქტი, რომელიც განთავსდება. ყველაზე საინტერესო ალბათ მაყურებლისთვის ამ ეტაპზე ეს არის. მოგესალმებით, ჩვენს მაყურებელს მივესალმები. ჩვენ ამის შესახებ წინა კვირას დავაანონსეთ, რომ კონკურენცია და მომხმარებლის დაცვის სააგენტო იწყებს ფასების პორტალის შექმნას, სადაც განთავსდება 15-მდე საბაზისო სასურსათო პროდუქტი, რომელიც თითოეულ მოქალაქის კალათაში ძალიან მნიშვნელოვან როლს იკავებს და მოხდება ქსელების მიხედვით იმ საუკეთესო შეთავაზებების განთავსება, რომელიც ქსელებს გააჩნიათ დროის სხვადასხვა პერიოდში. რატომ დადგა ეგ საკითხი? მოგხსენებათ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და ასევე მოხდა ამ ინიციატივის შედეგად საპარლამენტო ფასების შემსწავლელი კომისიის ფორმირება და შესაბამის დასკვნის მომზადება, სადაც დეტალურად მოხდა FMCG ბაზრის ანალიზი, ასევე ფასწავლების სტრუქტურის დეტალური შესწავლა განხორციელდა, სადაც დაიგეგმა მოკლევადიანი, გრძელვადიანი და საშუალოვადიანი მოქმედებები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ბაზარზე სექტორის გაჯანსაღება და ასევე რიგ შემთხვევებში კონკურენციის ზრდაც და სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია, რომ შეიქმნას მსგავსი ტიპის ფასების პორტალი, რომელიც ერთ სივრცეში თავს მოუყრის ყველა იმ საუკეთესო შემოთავაზებას, რომელიც ბოლო პერიოდია ჩვენ მაყურებლისთვის ცნობილია, რომ ქსელებს გააჩნიათ საკუთარ ქსელებში. საკმაოდ მცირე პერიოდია გავლილი. საინტერესოა, როდიდან ამოქმედდება პლატფორმა, ანუ რა ეტაპზეა ახლა? ჩვენმა მაყურებელმა და თქვენც იცით, რომ ქსელების მიერ ეს საუკეთესო შემოთავაზებები ძირითად საბაზისო სასურსათო პროდუქციაზე უკვე მათ ქსელებში არსებობს. რაც შეეხება თვითონ პორტალის ამოქმედებას, ის დაახლოებით ალბათ იქნება ერთი თვის არეალში, იმიტომ რომ გარკვეული ტექნიკურ საორგანიზაციო სამუშაოების გავლის შემდეგ ქსელები უზრუნველყოფენ ამ ინფორმაციის მოწოდებას, მათ სივრცეში არსებული საუკეთესო შემოთავაზებების შესახებ. 15-მდე პროდუქტი ძირითადად არის საბაზისო სასურსათო პროდუქცია, თუმცა ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ მომავალში აღნიშნული ბაზა შეიძლება გაფართოვდეს და ქსელები გარკვეული პერიოდულობით, შეიძლება იყოს ყოველკვირეულად ან სხვა პერიოდით მიაწვდიან პორტალს აღნიშნულ ინფორმაციას და მოქალაქეს ადამიანებს, ვისაც სურთ გაიგონ, სად რა რომელ ქსელში არის რა პროდუქცია საუკეთესო შემოთავაზება, ეს პორტალი ამის საშუალებას მისცემს მას და ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პროცესის ერთიან სივრცეში მოქცევა და მოქალაქის მეტი ინფორმირებულობა მისცემს მას უფრო მეტი საუკეთესო გადაწყვეტილების მიღების საშუალებას, რაც საბოლოო ჯამში გარკვეულწილად კონკურენციული პრესიც იქნება აღნიშნულ ქსელებზე. ეს არის მოკლევადიანი ინტერვენციის და ამ დასკვნის და შესწავლის სექტორის შესწავლის შედეგად მიღებული, ესე ვთქვათ, რეკომენდაციების ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ამემართული. ბატონო ირაკლი, პორტალის მოქნილობაზე რომ ცოტა უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენს მაყურებელს, საინტერესოა, ანუ თუ იქნება ინფორმაცია ხელმისაწვდომი თუ რომელ ლოკაციებზე არის ესა თუ ის პროდუქტი ფასდაკლებით, რათა გაუმარტივდეს მომხმარებელს შეძენა მისთვის სასურველი პროდუქტის და ასევე ონლაინ შეძენა თუ იქნება შესაძლებელი. ამ ონლაინ შეძენა ამ პორტალის ნაწილი არ არის, რა თქმა უნდა. ონლაინ შეძენა შეუძლიათ მოქალაქეებს სხვადასხვა ქსელების მიერ ონლაინ პლატფორმებზე და ონლაინ მაღაზიებში ამ პორტალის დატვირთვა იქნება უბრალოდ ინფორმირება მოქალაქის, რომელსაც სურს შეადაროს სხვადასხვა ქსელებში არსებული საუკეთესო შემოთავაზებები საბაზისო სასურსათო პროდუქციას. აი ეს იქნება, ესე ვთქვათ, მოკლე რომ თქვათ ერთგვარი რეზიუმე აღნიშნული პორტალის. რაც შეეხება შეძენას, იქ ფიზიკურად შეიძენს, მის სახლთან ახლოს თუ პირობითად ონლაინ ეს უკვე
ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ თითოეული მოქალაქის გადასაწყვეტი იქ. ბატონო ეკლი, როგორ ფიქრობთ, სავაჭრო ქსელების საფასო პოლიტიკაზე რა გავლენა შეიძლება იქონიოს აღნიშნულმა პორტალმა და ამ გადაწყვეტილებამ, რომელშიც ქსელების უმრავლესობა ერთვება? ქსელების უმრავლესობა იქნება ჩართული აღნიშნული პორტალის მუშაობის სქემაში. რა თქმა უნდა, ფასების გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი კონკურენციის ზრდის, იმიტომ რომ ყველა ცდილობს, რომ კონდეს საკუთარ ქსელში საუკეთესო შემოსათავაზება განსაკუთრებით იმ პროდუქტებზე, რომელსაც სწრაფი ბრუნვა ახასიათებთ. სასურსათო პროდუქტი სწორედ ესეთია. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს გამჭვირვალობა უზრუნველყოფს სწორედ იმას, რომ მოქალაქეებს ექნებათ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება და რაც ყველაზე მთავარია, მნიშვნელოვანი დანაზოგის გაკეთების საშუალება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პორტალის შეიძლება ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ ესეც იყოს, რომ სწორედ ეს დანაზოგის ილუსტრირებაც მოვახდინოთ, თუ მაგალითად ამ საუკეთესო შეთავაზებების შედეგად მოქალაქეება რამდენის დაზოგვა შეძლეს დროის გარკვეულ მონაკვეთებში. ამიტომ ვფიქრობ, რომ იქნება წარმატების განსაზღვრის ინდიკატორი შეიძლება ერთ-ერთი ესეც იყოს. ეს არა მხოლოდ პორტალის, არამედ თვითონ ამ ინიციატივის, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და პარლამენტის ფასების შემსწავლელი კომისიის მიღებული დასკვნის რეკომენდაციების იმპლემენტაციის შედეგია ერთგვარად. ეს უბრალოდ ინსტრუმენტია იმისთვის, რომ მოქალაქეების მეტი ინფორმირებით მათ ჰქონდეთ საუკეთესო გადაწყვეტილების მიღების საშუალება. მაგრამ ძალიან ისეთი პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომლითაც ალბათ ძალიან დიდი ნაწილი მოსახლეობის იხელმძღვანელებს. მინდა გკითხოთ, არსებული პრაქტიკა ევროპის ქვეყნებში თუ არის საპრობირებული და რა შედეგებს აჩვენებს იქ? ეს მოდელიც ეფუძნება ერთ-ერთი მოდელია ბერძნული და ფრანგული მოდელი, რომელიც ამ ქვეყნებში სწორედ ქსელების ინიციატივით განხორციელდა და ჩვენს კოლეგა უწყებებს, მათ შორის იქაც დაევალათ აღნიშნული პროცესის მონიტორინგი და ჩვენ ისედაც გვაქვს მონიტორინგი FMCG სექტორის 2023 წლიდან და პერიოდულად ანგარიშებსაც ვაქვეყნებთ, ეს თქვენთვისაც კარგად არის ცნობილი. უბრალოდ ეს პორტალი იქნება ამ მონიტორინგის ფარგლებშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, იმიტომ რომ ჩვენ გვექნება დაკვირვების შესაძლებლობა ამ პროცესზე. ევროპაში ეს ადაპტირებულია, მოდელები განსაკუთრებით აი ბოლო პერიოდში ფასების ზრდა მოხდა სასურსათო პროდუქციაზე ამ გლობალური პროცესების შედეგად. გადაწყვეტილებები სხვადასხვაგვარი იყო და დასკვნამაც ძალიან კარგი ანალიზით აჩვენა, რომ ხისტი გადაწყვეტილებების ეფექტი შეიძლება იყოს მოკლევადიანი, მაგრამ გრძელვადიანად ის უფრო მეტ დანაკარგს მოიცავს, ვიდრე რეალურად მოქალაქისთვის ხელშესახებ შედეგს და უფრო აი მსგავსი ტიპის რბილი ინტერვენციების ფორმატი, ინფორმირება, ფასების გამჭვირვალობა, მოქალაქეების უზრუნველყოფა, ესე რომ ვთქვათ, უფრო საჭირო ინფორმაციით აძლიერებს კონკურენციასაც და დაზოგვის უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა. ამიტომ ეს მოდელი იქნა, ესე რომ ვთქვათ, მოკლევადიან ღონისძიებებში შერჩეული, რაც ვფიქრობთ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია. საბერძნეთში, საფრანგეთში მსგავსი ტიპის მოდელს ჰქონდა საკმაოდ ხელშესახები და კარგი შედეგები ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის და ჩვენი კოლეგა უწყებები ახორციელებდნენ ამ პროცესის ზედამხედველობას და მონიტორინგს დაახლოებით იგივე იქნება ჩვენთანაც. კი ბატონო, ანუ სადღაც ერთ თვეში, როგორც აღნიშნეთ, უკვე ხელმისაწვდომი იქნება რიგითი მომხმარებლობისთვის ეს ყველა. დაახლოებით ეს ესეთი დაახლოებითი ვადაა, მნიშვნელოვანია, რომ აი ტექნიკური პროცესის გამართვა მიმდინარეობს, ახლა ტექნიკური საორგანიზაციო სამუშაოები აღნიშნულია. ბუნებრივია, რადგან სისტემის დაცულობა ალბათ მანიპულაციური ჩარევებისგან რომ იყოს დაზღვეული არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბუნებრივია, უსაფრთხოების ყველა სტანდარტი იქნება დაცული ამ კუთხით. კი ბატონო, კონკურენციის და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს საქმიანობაზე სასაუბრო ძალიან ბევრია, მაგრამ დროის სიმცირიდან გამომდინარე უნდა გთხოვოთ მხოლოდ ერთ საკითხზე გავამახვილოთ ყურადღება, რაც ეხება 1 ივლისის საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც არის დაგეგმილი, უფრო მეტი რომ გითხრათ ამის შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი უწყებისთვის, იმიტომ რომ შარშან ჩვენ მოვიპოვეთ მომხმარებელთა საერთაშორისო ქსელის ხელმძღვანელი უწყების პოზიცია და ეს 93 ქვეყანას აერთიანებს. 1 ივლისიდან უკვე ოფიციალურად გადმოვიბარებთ ამ ხელმძღვანელობის პროცესს. გვაქვს 3 ძირითადი პრიორიტეტი, რომელსაც ამ ქსელის წევრ კომპანიებს შევთავაზებთ და პირველი მაღალი დონის ღონისძიებას ჩვენ უკვე 14-18 სექტემბერს უმასპინძლებთ თბილისში, სადაც 80-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას და ვფიქრობ, ეს ერთის მხრივ ჩვენი უწყებისთვის საკმაოდ მაღალი რეპუტაციული განაცხადია და მეორეს მხრივ ჩვენი ქვეყნისთვის იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა უწყება, რომელიც მოხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით მუშაობს, უკვე ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური განაცხადი, რომ აი მსგავსი ტიპის გლობალური პროცესების
განხორციელება სწორედ ჩვენი უწყების ხაზით საქართველოსთან უზრუნველყოთ და ამის შესახებ ბუნებრივია მედიაც და თქვენც იქნებით ინფორმირებული და დიდ სიამოვნებით მოგიწვევთ ამ ღონისძიებას. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. გისურვებთ წარმატებას, რა თქმა უნდა, ჩვენ კი ველოდებით პლატფორმას, რომელიც ნებისმიერი მოქალაქისთვის და მომხმარებლისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმირებულ არჩევანზე ორიენტირებული, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა დაგემშვიდობებით. ირაკლი ლექვინაძე, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი და საუბრობდით საოჯახო კალათის პორტალზე, რომელიც დაახლოებით ერთ თვეში იქნება ხელმისაწვდომი.